Შეიძლება ჩვენს დღევანდელ გადაცემას დავიწყეთ სანდრო გეგეჭკორის მუსიკალური ნომრით და მივესალმებით სანდროს და არა მხოლოდ მას. ვიტყვი რომ დღეს სანდროს აქვს დაბადების დღე. აი, მართლა. მნიშვნელოვანი დღეს ის ჩვენთან მოვიდა და გიგო. მადლობა, მაშინ ორმაგაც დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. სიმღერით არის მარიამი არაპირებს სიმღერაზე. მე ნამდვილად ვიმღერებ, ამიტომ ჯობია რომ გავჩუნდეთ აშტაგი. მოკლედ, სანდრო ერთ-ერთია, რომელიც საგურამოს კამარეტაში მიიღებს მონაწილეობას სულ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ ამ თემაზე, მაგრამ მანამდე სანამ ამ თემას შევეხებით, დავაანონსოთ დღევანდელი შუადღე. ნამდვილად საინტერესო გადაცემა გველოდება. დღეს გავიხსენებთ სესილია თაყაიშვილს, კინოსა და თეატრის ლეგენდას, რომელიც 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევაჯამებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და შედეგებს გვეყოლება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც ასევე მოგვიყვება თუ რა სიახლეებს გეგმავს ცენტრი 2026 წელს. ასევე შევეხებით ტურიზმის თემას, ვიმოგზაურებთ იმერეთში, რაჭაში, ასევე ვისაუბრებთ თეატრზეც და მოკლედ გონია რომ ძალიან საინტერესო შუადღე გველოდება. მეც ასე მგონია. დავიწყებთ. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში კამერული მუსიკის მეათე ფესტივალს უმასპინძლებს. საგურამოს კამარეტა 9 წლიანი ტრადიციითა და სტილით ამიერიდან სწორედ ახალ სივრცეში ელოდება თავის მსმენელს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან მუსიკოსი სანდრო გეგეჭკორი და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შიო აბრაჰამია. მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი კიდევ ორი მეგრული გვარის სტუმრების ახლოს ვართ. მოკლედ, რაც შეეხება ფესტივალს, კი ბატონო, შიო, დავიწყებთ თქვენგან, მოგვიყევით ფესტივალის შესახებ, სად, როდის გაიმართება და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას? მადლობა მოწვევისთვის, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. როგორც ითქვა, გავიმეორებ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში მის მშვენიერ ლამაზ ბაღში ღიაცის ქვეშ, ესეც მინდა აღნიშნო, უმასპინძლებს მეათე კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს 19-21 სექტემბერი 3 დღის მანძილზე. ქართული და დასავლეთ ევროპული უცხოური კამერული მუსიკა ელოდება ჩვენს მუსიკის მოყვარულ მაყურებელს თუ მსმენელს. ძალიან კარგი. აი როგორც ვიცით, აი მხოლოდ ქართული შემსრულებლები არ არიან. მე ესეთი ინფორმაცია მომივიდა და ქართული შემსრულებლები სანდრო რომიკ საოცარ ჰარმონიას დაატრიალებს, ვიცით, მაგრამ ხომ არ იქნება უცხოელი შემსრულებლები, რომლის ნახვაც ქართულ მსმენელს სურს. კი ბატონო, ფესტივალი საერთაშორისო ხასიათს ატარებს და შესაბამისად მასში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. პირველ დღეს ფესტივალს გახსნის, ანუ 19 სექტემბერს სანდრო და ჩვენი ქართული ვოკალური სექსეტი ჯორჯიან სიქსი. ისინი შემოგთავაზებენ მე რასაკვირველია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ვოკალურ თუ სანდროს შემთხვევაში საფორტეპიანო მუსიკას. მეორე დღე მთლიანად ეთმობა უცხოელ მონაწილეებს. მონაწილეები ყავს იტალიიდან და გერმანიიდან. ეს არის გიტარისა და აკორდეონის დუეტი იტალიელების შემთხვევაში და ძალიან საინტერესო აკუსტიკური შემადგენლობაა გერმანიიდან ჩამოსული. ეს გახლავთ ვალტორნისტების კვარტეტი. მესამე დღე რას ნიშნავს? ორკესტრში ესეთი საკმაოდ საინტერესო, მე ვიტყოდი არც თუ ისე იოლად შესასრულებელი, დასაუფლებელი ინსტრუმენტი გახლავთ ვალტორნა, ძველი გერმანული ფესვებიდან მომდინარეობს და 4 ესე ვთქვათ ვალტორნისტი შეასრულებს, მათ შორის ფოტოშორის ერთ-ერთი წევრი არის ქართველი. ჩვენი კონსერვატორიის კურსდამთავრებული ირაკლი ზანდარაშვილი, რომელმაც უხელმძღვანელა აი ამ ვალტორნის კვარტეტის, ვთქვათ, შექმნას და დაფუძნებას მიუნხენში. FM კვარტეტი ამ სახელწოდებით, ფრანკფურტიდან და მიუნხენიდან, სწორედ აი ამ ქალაქების სახელწოდებები გაერთიანდა FM-ში. მხოლოდ დასკვნითი დღე 21 სექტემბერი ჩვენი საამაყო თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა შეასრულებს საორკესტრო მუსიკას და მათთან ერთად სოლისტის რანგში წარსდგება ბელგიელი სომეხი ჩელისტი სევაკ ავანესიანი. ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი კამერული მუსიკის პროგრამა ელოდება. სანდრო, როგორც გავიგეთ, შენ ხსნი ფესტივალს და რა საპასუხისმგებლო ამბავია. და რა, ხო, რამდენად საპასუხისმგებლო იყო ეს შენთვისაც? მე დიხანია ვიცი ამ ფესტივალზე, ჯერ კიდე როცა სალხინოს კამერეტა იქ ამ ულამაზეს ტყეში როცა ტარდებოდა და ძალიან გამიხარდა რომ მივიღე
ეს პირველი კოლაბორაცია იქნება საგურამოს კამერეტასთან და შიოსთან ერთად. იქნება სოლო რეპერტუარი კლასიკური, სადაც შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ხავიერ მონსალვაჩესა და დეფაიას, ესე იგი ორი ესპანელი კომპოზიტორის და ერთი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებები. ასე რომ ძალიან ველოდები და მიხარია. ჩვენ წელოდებით, ჩიო, ესე იგი თქვენ ახსენეთ სალხინო, სადაც გვახსოვს და დარწმუნებული ვარ გემოვნებიან მსმენელსაც ახსოვს ის ფესტივალი, რომელიც ტარდებოდა სალხინოში, თუმცა ამჯერად უკვე სულ სხვა შინაარსის საგურამოში. მოდი გითხარით ამ საფესტივალო სივრცის შესახებ, რატომ შეირჩა საგურამო ამ ფესტივალისთვის? მადლობა, საინტერესო კითხვა. ესე იგი, თავის დროზე 2015 წელს ფესტივალი სალხინოში, ეს არის მარტვილის მუნიციპალიტეტი, დადიანებისა და მიურატების რეზიდენციაში იმ იდეით დავაფუძნეთ, რომ ერთგვარად გაგვეცოცხლებინა ის ძველი მე-19 საუკუნის ტრადიცია მოგეხსენებათ და ვინც ისტორიას, ქართული კულტურის, ესე ვთქვათ, იცნობს, იცის ის ფაქტი, რომ სწორედ მიურატების ხაზით აი ამ სასახლეში ხშირად იმართებოდა კულტურული და სალონური შეხვედრები. აი ამ იდეის გაცოცხლება გადაწყვიტე ჩემს მშობლიურ მარტვილში, მაგრამ გეგეჭკორი ერქვა ადრე. იცის ანდრო გვარის ისტორია განსაკუთრებული აშკარად. შემდგომ დღესდღეობით ისე აღმოჩნდა, რომ აი 2 წლის წინ დღეს უკვე ეს რეზიდენცია აღარ ატარებს დადიანების სასახლის სახლს, ის გადაეცა საპატრიარქოს და ის უკვე მონასტრად იწოდება, შესაბამისად მონასტერში კამერული მუსიკის ფესტივალის არსებობა არც თუ ისე შესაძლოა, ალბათ არ იყო თვალმისაღები, მით უმეტეს რომ არის რაღაც კონკრეტული ჟანრები, მაგალითად ჯაზური მუსიკა, რომელიც შესაძლოა იმ გარემოს ესე არ მოერგოს. ამდენად ფესტივალების გეოგრაფიის ცვლილება საქართველოსთვის უცხო არ არის, ესეთი რამე ხდება როგორც თეატრალურ, ასევე მუსიკალურ ფესტივალებშიც გვახსოვს ჩვენ მაგალითად ბიჭვინთაში დაწყებული ფესტივალის შემდგომ ინტეგრირდა გონიოში, გონიოდან ბორჯომში, თბილისში და ასე შემდგომ. გადავწყვიტე რომ აი ეს ამოცანა, სადაც აი ძველი ტრადიციის გაცოცხლება იყო საჭირო ფესტივალის სახით, თქვენ მოგეხსენებათ აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, საგანმანათლებლო, სალიტერატურო თუ კულტურის კერა იყო ილია ჭავჭავაძის სახლი. მაშინდელი სახლი, ასე დღეს სახლ-მუსეუმს უწოდებთ, რომლის ბაღი, ესე ვთქვათ, კონცეფციით ისევე ღიაცის ქვეშ, ასევე ჰარმონიულად ერწყმის კამერულ მუსიკას, როგორც ეს იყო სალხინოს ძალიან ლამაზი ბუნება და გარემო და ურთიერთშეთანხმებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ძალიან მარტივად მოკლედ მივაღწიეთ აი ამ შეთანხმებას, ვიტყოდი ისევ და ამდენად მე-10 საიუბილეო ფესტივალი უკვე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან მიესალმება მაყურებელს. და ვიტყოდი ესეთ რამეს, კამერული მუსიკის ფესტივალები საქართველოში უხვად იყო. დღეს თბილისშიც არის, მაგრამ აღნიშნულ რეგიონში აქამდე დაფუძნებულმა ფესტივალებმა მასშტაბი და სტილი იცვალეს და დღესდღეობით მიხარია, რომ რეგიონული კამერული მუსიკის ერთ-ერთი საერთაშორისო ფესტივალის სტატუსით ჩვენ საგურამოს კამერა და ერთადერთი აი სიტყვა მიყვარს ხოლმე, როდესაც ჩვენს გადაცემაში დავრჩით ისევე ბუნებაში, დავრჩით ამავე ნიშის, ესე ვთქვათ, მხარდამჭერები, მხოლოდ შევიცვალეთ ადგილი და ერთ რამეს დავძენდი, შეიძლება ცოტა ისეთი იუმორის კუთხით წავიდეთ. მაინც და მაინც სინოპტიკური მხარდაჭერა არ ჩანს. მაგრამ გვაქვს ალტერნატივა. ილიას სახლ-მუზეუმს აქვს შესანიშნავი და არაჩვეულებრივი აივანი, სადაც თქვენ მუსიკოსები განთავსდებით, სანდრო, აი მაყურებელთან მიმართავ, რომ ფერადი ქოლგებით მობძადნენ და ესე ლამაზად. ხო, ეს ის პერიოდია, შემოდგომის პერიოდი, როდესაც ფესტივალს აკეთებს კომპანია თუ ორგანიზაცია, ყოველთვის მზად უნდა იყოს ამისთვის. ეს ჩვენ არ უკვეთავთ ამის მუსიკა და წვიმა ერთმანეთთან უფრო კავშირშია. ბევრად ლამაზია ჩემი. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამის პარალელურად თბილისობაც იმართება და მოკლედ ყველანი ველით კარგ ამინდებს, თუმცა ამინდის მიუხედავად მაინც გვაქვს იმის იმედი, რომ ვიქნებით ერთად. ესე იგი, თქვენ საუბრობდით იმის შესახებ, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის გარემო შინაარსობრივად, სადაც ტარდება ფესტივალი, იმიტომ რომ კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ შემთხვევაში აი სანდრო, როდესაც თქვენ თუ ცუდი ამინდი იქნება დადგებით იმ აივანზე, სადაც ერთ დროს ოლღას და ილიას ერთად ფოტო აქვს ძალიან ცნობილი გადაღებული, ალბათ ეს კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს. წერან უბრალოდ არ ვთქვი, რომ საბედნიეროდ, ანუ
მზად უნდა იყოს არტისტი ყველაფრისთვის. ეს შეიძლება იყოს ღიაცის ქვეშ კონცერტი, შეიძლება ოდნავ გაწვიმდეს. ეხლა მქონდა ეგეთი გამოცდილება ესპანეთში, ქალაქ ჰიხონის ბოტანიკურ ბაღში მქონდა სოლო კონცერტი, ეს არის უზარმაზარი ბაღი, რაღაცა საოცარი უძველესი ხეებით და გავარეს და ამინდი. ჩავეს ორგანიზატორები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, იმიტომ რომ ჯერ იყო რომ ვაიმე პიანისტმა რომ არ მოისურვოსო და მე უკვე როიალზე მიდგა საქმე, რომ როიალი არ გაფუჭდეს და პიანისტი მაგრამ მოხდა ისე რომ გავრისკეთ, ცოტა იწვიმა, მაგრამ არ შეუშლია ბაგას ხელი, პირიქით ორმაგად უფრო კმაყოფილი დარჩა მსმენელი, რომ აი ეს ბუნების რაღაც საოცარი ატმოსფერო და კლასიკური მუსიკის ეს ძალა რაც აქვს ამ შესანიშნავ მუსიკის ჟანრს შეერწყა ეს ერთმანეთს და ყველა ესე დაგვაჭირდება ძალიან ბედნიერი მომენტი და მე ვიმედოვნებ, რომ აი ზაახობით იგივე ატმოსფერო შეიქმნება საგურამოში 19 სექტემბრიდან. რამდენ ხნიანი პროგრამა არის? ანუ თითო დღე მაგალითად რამდენი საათის განმავლობაში გაგრძელდება ფესტივალი? თითო მონაწილე ვინაიდან ორ-ორი მონაწილეა პრინციპში ყოველ დღეს წარმოდგენილი, მაქსიმუმ 35-40 წუთიან პროგრამას წარმოადგენს. თითო მონაწილე, ხო? თითო მონაწილე მთლიანობაში სავარაუდოდ მოაზრებული გვაქვს მაქსიმუმ საათნახევრიანი ღონისძიება, რომელიც ფიქრობ იმ სივრცეში ნამდვილად არ დაღლის მაყურებელს და კამერული მუსიკისთვის საკმაოდ დოზირებული. ძალიან კარგად ახსენა ის, რომ იქ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს იქაურობას, ხო? იქ საქართველოს ცხოვრობდა. ესეც შეგვიძლია ვთქვა. რა მუსიკალური ჟანრები იქნება კიდე რა დავაკონკრეტოთ ყოველ ესე იგი პირველი დღე იქნება უშუალოდ საფორტეპიანო და ვოკალური მუსიკა. ახლა ვოკალური მუსიკის შემთხვევაში მინდა აღნიშნო, რომ ჯორჯიან სიქსმა სანდრო მის ხელმძღვანელი სოლიკო გოგივაშვილის ინიციატივით ესე ვთქვათ წარმოადგინა პროგრამაში ყველასათვის ცნობილი და პოპულარული ინოლა გურგულიასა და გია ყანჩელის სიმღერების 6 ხმაში ინტერპრეტაცია და არანჟირებული ვერსია გვექნება. ანუ ძალიან პოპულარული კომპოზიციები გაიჟღერებს. მეორე დღე იქნება ინსტრუმენტული, მაგრამ აქაც მრავალფეროვნება მინდა აღნიშნო. სიურპრიზებს არ გავამხელ, უცხოელების მიერ შესრულებული სიურპრიზი ჯერ მეც არ ვიცი, ისინი ქართულ მუსიკას გვიმზადებენ პარალელურად, მაგრამ იქნება ესეთი მაგალითად ცნობილი საოპერო ფრაგმენტების ინტერპრეტაციები და ამასთანავე სიმფონიური მუსიკის ფრაგმენტები ვალტორნისთვის გადატანილი. აი მე-3 დღე წმინდა ესეთი აკადემიური სიმფონიური მუსიკა. თქვენის ნებართვით დავამატებ მადლობას. არ შეიძლება მხარდამჭერებს მადლობა არ გადაუხადო. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო გულთბილად კულტურის სამინისტროს ძალიან დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით როდესაც მე-10 საიუბილეო ფესტივალს შეეხებოდა. საქმე დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, ასევე მადლობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და ყველა მესვეურს, რასაკვირველია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების მულტიფუნქციური ცენტრია ჩვენი მხარდაჭერი და რომ არა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ეს ადმინისტრაციის ასეთი დიდი გვერდში თანადგომა, ყველანაირი მხარდაჭერა, ვფიქრობ, რაღაცა ფესტივალს შეიძლება კიდე სხვა ადგილები ეძნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს ისეთი ლოკაცია იქნა შერჩეული, რომელიც ამ ფესტივალს ძალიან გაამშვენებს. ვიდრე მოვისმენთ სანდროს კიდევ ერთ შესრულებას, მოკლედ რომ გითხრა, ვის შეუძლია რომ დაესწროს ამ ფესტივალს, ნებისმიერი მსურველისთვის თუ არის შესაძლებელი მისვლა და როგორ შეუძლია? კი ბატონო, ფესტივალის Facebook გვერდზე ამავე სახელწოდებით საგურამოს კამერა და განთავსებულია ლინკები, ამასთანავე TicketJizz-თან, ანუ ბილეთები ჩვეულებრივ არის გაყიდვაში და ძალიან ცოტა ბილეთი დარჩა, ესეც მინდა აღნიშნო მაყურებლისთვის. ცოტა ბილეთია დარჩენილი და გაითვალისწინონ ასევე ამინდი, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ეს იმ მუსიკას ჭირდება. აუცილებლად ჭირდება. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვიცდები რომ მეც მოვიდე და სიამოვნებით.